რუმინეთის სახელმწიფოს გადაწყვეტილებით საჯარო სექტორის მუშაკებს ხელფასი 15%-ით შეუმცირდებათ, რაც ბიუჯეტის დეფიციტს თითქმის 7%-მდე შეამცირებს. პრემიერ-მინისტრის ემილ ბოკას განცხადებით, ხელფასების შემცირება აუცილებელია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვალის გასასტუმრებლად, რომელიც რამდენიმე მილიარდ დოლარს შეადგენს. ამასთან დაკავშირებით დღეს რუმინეთში ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა. ლოს-ანჯელესის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილი პოპ მომღერლის მაიკლ ჯექსონის მკურნალ ექიმს კონრად მიურეის ლიცენზია არ შეუჩერდება და ის საქმიანობას გააგრძელებს. მოსამართლე მაიკლ პასტორის თქმით, არ არსებობს საფუძველი იმისთვის, რომ ექიმს ლიცენზია შეუჩერდეს. ექიმის ადვოკატები მოითხოვენ, რომ ტეხასისა და ნევადას შტატებში, სადაც მიურეი ექიმად მუშაობდა, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღონ. მაიკლ ჯექსონის ფანები სასამართლოს გადაწყვეტილებამ აღაშფოთა. საერთაშორისო რეიტინგების სააგენტომ საბერძნეთის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი 4 საფეხური დაწია. საბერძენი ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რეიტინგი BA1 საბერძნეთის ბალანსს და რისკებს ასახავს, რომელიც ევროკავშირის და სავალუტო ფონდის ფინანსურ დახმარებას უკავშირდება. პროგრამის რეალიზაციის მაკროეკონომიკური რისკები ძალიან მნიშვნელოვანია საკრედიტო რეიტინგის დაწევისთვის. საერთაშორისო რეიტინგების სააგენტო მუდისმა საბერძნეთის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი 4 საფეხურით დაწია. ბერძენი ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რეიტინგი BA1 საბერძნეთის ბალანსს და რისკებს ასახავს, რომელიც ევროკავშირის და სავალუტო ფონდის ფინანსურ დახმარებას უკავშირდება. პროგრამის რეალიზაციის მაკროეკონომიკური რისკები ძალიან მნიშვნელოვანია საკრედიტო რეიტინგის დაწევისთვის. The market opened down 2%. საფონდო ბირჟის მონაცემები უარყოფითია, რაც არ არის კარგი საბერძნეთის ვალებისთვის. ვფიქრობ, რომ ამას საბერძნეთის სახელმწიფო ობლიგაციების გაყიდვა მოყვება. And for the Greek debt. საერთაშორისო ანალიტიკოსები კი შიშობენ, რომ მსგავსი პრობლემები ევროზონის სხვა ქვეყნებსაც შეექმნებათ. რისკის წინაშე პორტუგალია და ესპანეთი იმყოფებიან. საბერძნეთის რეიტინგის დაწევა სააგენტო მუდის მიერ არ ითვალისწინებს ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის მცდელობებს, განაცხადა საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა. მისი განცხადებით, ბერძნული ეკონომიკის რეიტინგის დღევანდელი დაწევა არანაირად არ ასახავს არც ბოლო თვეში მიღწეულ პროგრესს, არც პერსპექტივებს, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტის გაუმჯობესების ხარჯზე იქნება. საბერძნეთისთვის, როგორც პროდუქციის მწარმოებელი ქვეყნისთვის, 2010 წელს ძალიან რთული იქნება საფონდო ბირჟაზე გასვლა, ასე რომ 2010 წელს საბერძნეთს ორი არჩევანი ექნება: ან რესტრუქტურიზაცია, ან ევროკავშირის საერთაშორისო სავალუტო ფონდის პაკეტის გაფართოება, იმიტომ რომ საბერძნეთს კაპიტალის ბირჟებზე გადალის საშუალება არ ექნება. საბერძნეთის ხელისუფლება ანტიკრიზისული პროგრამის რეალიზაციას ახდენს, რომელიც დახმარების მეშვეობით განხორციელდება. საბერძნეთის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო თვეებში ქვეყნის მონაცემები უკეთესობისკენ საგრძნობლად შეიცვალა და მისი რეიტინგის დაწევა არ იყო საჭირო. მაგალითად, საბიუჯეტო დეფიციტი გასულ წელთან შედარებით 40%-ით შემცირდა. საბერძნეთის სავალუტო ფონდთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის მემორანდუმში გათვალისწინებული სხვა სტრუქტურული რეფორმები ნორმალურ რეჟიმში მუშაობენ. მათი უმეტესობა გრაფიკს მიჰყვება. ვალის გაზრდის მიუხედავად, ის 2013 წლისთვის თანდათან შემცირდება, აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში. ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ პროვინცია სიჩუანის მთიან რეგიონში გამთენიისას მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, 7-მა კი სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. მეწყერმა მთის ძირში მიმდებარე მშენებლობა დაფარა. ძლიერმა წვიმებმა ჩინეთის სხვა პროვინციებსაც შეუქმნა პრობლემები. პროვინცია ფუციანში, სადაც მეწყერი რამდენიმე ადგილას ჩამოწვა, 24 ადამიანი უგზო-უკვლო დაკარგულად ითვლება. სამხრეთ კორეის საგანგებო სამსახურის 200-მდე თანამშრომელი სეულში წვრთნებს გადის. სწავლების მიზანი ქიმიური ან ბიოლოგიური თავდასხმის დროს შესაბამისი მოქმედების შემუშავება და ქიმიური ომისთვის მომზადება. ბოლო დროს სეულისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს ჩრდილოეთ კორეა წარმოადგენს. სეულსა და ფხენიანს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც 26 მაისს ყუთელსხლოში სამხრეთ კორეის კუთვნილი სამხედრო გემი ჩაიძირა. ინციდენტის შედეგად 46 მეზღვაური გარდაიცვალა. საერთაშორისო გამოძიებამ დაადგინა, რომ გემის ჩაძირვის მიზეზი ჩრდილოეთ კორეის წყალქვეშა ნავიდან დასროლი ტორპედო გახდა.
მოსკოვის მერის მეუღლე და მეწარმე ელენა ბატურინა მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ბიზნესვუმენთა სამეულშია. ჟურნალი Forbes ბატურინას ქონებას 2 მილიარდ 900 მილიონ დოლარად აფასებს. ბატურინამ მსოფლიოში ცნობილ ისეთ ბიზნესვუმენებს გაუსწრო, როგორებიც არიან ოპრა, ასევე რომლის კაპიტალიც 2 მილიარდ 400 მილიონი დოლარია, კომპანია გეპის მფლობელი დონის ფიშერი და ბრენდ ბენეტონის მფლობელი ჯულიანა ბენეტონი. სუსტის კესის იმ 14 წარმომადგენელს, რომელთა კაპიტალი მილიარდს აღემატება, მესამე პოზიციაზე აღმოჩნდა ლუშკოვის ცოლი უმდიდრეს ქალ ბიზნესმენთა სიაში თითქმის ნახევარი აზიის, ძირითადად ჩინეთის წარმომადგენელია.